დახმარება სჭირდება. 1873 წლის 3 იანვარი აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში ყველაზე სასიხარულო აღმოჩნდა. ამ დღეს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში 16 თაყაიშვილი დაიბადა. მას შემდეგ ზუსტად საუკუნე ნახევარი გავიდა. ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე ბევრი რამ თქმულა, თუმცა სათქმელი მაინც ბევრი დარჩა. დაიბადა, იცხოვრა და დაიცვალა საქართველოსთვის. წმინდანის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისი პირადი არქივი გამოიფინა. საცავში დაცული 2000-ზე მეტი ხელნაწერი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სახელოვნებათმცოდნეობით საისტორიო, რომელშიც მას თავისი კვალი არ დაემჩნია. იგი დადიოდა ექსპედიციებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ეძებდა სიძველეებს, აღწერდა, აფიქსირებდა. ბევრი რამ გვაქვს მხოლოდ მისი აღწერის და მისი ჩანაწერების, მისი ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტოსურათების წყალობით. და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს მასალები სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ჩემო ძვირფასო, აბა რაღა უნდა მოგწერო. ნინო აღარ ამყავს. ეს საკმარისია ჩემი სულისკვეთება, ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწევნო მდგომარეობა უსიტყვოდაც კარგად გაიგო. რამდენჯერმე დავაპირე მოწერა, მაგრამ ვერ შევსწელი. ეს წერილი ექვთიმე თაყაიშვილმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავის მეგობარს იროდიონ სონღულაშვილს გაუგზავნა. პირადი მიმოწერით ნათელი ხდება ემიგრაციაში მცხოვრები წმინდანის სულიერი მდგომარეობა. თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ოქროვერცხლი, ხატები, თვალმარგალიტით შემკული სიწმინდეები, ძვირფასი ხელნაწერები, დადიანების სასახლის, გელათის, მარტვილის მონასტრებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესიების განძი, რომელიც 1921 წელს ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ წაიღო და მარსელის ბანკში ინახებოდა. საქართველოდან შორს მას წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი მეურვეობდა. მიუხედავად უდიდესი სიდუხჭირისა, საქართველოს მეჭურჭრეთ ხუცესმა მის ხელთ არსებული საგანძური სამშობლო შემოუნახა და უამრავი შემოთავაზების მიუხედავად კოლექციონერებს არ მიჰყიდა. განძი სამშობლოში 1945 წელს ხელუხლებლად დაბრუნდა. 24 წლის განმავლობაში ეს კაცი პატრონობდა ამ გაძეულობას. რაღაც მომენტში 1923 წელს საფრანგეთის მთავრობამ, სადაც საქართველოს ხელისუფლება ემიგრანტული მთავრობა იყო თავშეფარებული, გააუქმა ქართული ლეგაცია. ანუ საქართველოს მთავრობა აღმოჩნდა კანონგარეშე საფრანგეთში. ამას თავის მიზეზები გააჩნდა და გამოვიდა, რომ ოფიციალურად მცველი აი ამ განძეულობის, ამ უსარბაზე, რომელიც ჩვენთვის შეუფასებელია ეს და ისედაც შეფასებითაც მილიარდობით დოლარზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ თანხაზე. მის ერთადერთ მცველად დარჩა ეს 80 წელს მიტანებული მოხუცებული. კერძო პირი იყო პრაქტიკულად უკვე 30-იანი წლებიდან ექვთიმე თაყაიშვილი მის მცველად. რამდენმა ადამიანმა არ შესთავაზა, რამდენმა საარქივო თუ სამუზეუმო დაწესებულება, რომ თუნდაც ერთი ექსპონატი რო გაეყიდა მას და ამის სანაცვლოდ პირდებოდნენ კატალოგების გამოცემას, მის პირად ყოფა ცხოვრების, ასე ვთქვათ, პირობების გაუმჯობესებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის სიცოცხლის ბოლომდე რამდენიც ჰქონდა მას დარჩენილი ძალიან სრულკმაყოფაზე იქნებოდა, რომ მიტყვიან და არანაირი პრობლემა შეექმნებოდა. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა ღონისძიება და გამოფენა იგეგმება.